გავრცელებული შეცდომები ტექნიკური დავალების შედგენისას. Airbnb-ის მსგავსი ვებსაიტი მინდა, მაგრამ ორასლარად. არარეალური მოლოდინი ბიუჯეტთან მიმართებაში. როცა კონტენტი არ არის მომზადებული და საიტი მზად არის, ტექსტები და ფოტო ჯერ არა. არასაკმარისი ინფორმაცია. ლამაზი მინდა იყოს საიტი, ლამაზი არის სუბიექტური, ყველასთვის სხვადასხვა. რეფერენსი, ანუ მაგალითების არ არსებობა. ფუნქციონალის დამატება დეველოპმენტის პროცესში. დოკუმენტში არ წერია, მაგრამ ეს პატარა დეტალი ემატება. შემდეგ დამატებული დეტალები ყოველთვის აძვირებს და ართულებს პროექტს. ვადები არ არის შეთანხმებული, სასწრაფოდ მინდა დასრულება. არ არის სწორი, ძალიან ზოგადია, სასწრაფოდ. საჭიროა კონკრეტული მაილსთოუნების და დედლაინების დასახვა წინასწარ. სიჩქარით ყველას ეჩქარება. გვინიღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს. სხვადასხვა decision maker-ი, ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნები დამკვეთის მხრიდან, გაწელილი და დაუსრულებელი პროცესები. ტექნიკური პლატფორმა, ანუ stack-ი არ არის განსაზღვრული. დეველოპერი ირჩევს და შემდეგ ეს ხდება პრობლემა. მობილური ვერსიის გამზადება დასასრულისკენ, არა, mobile first მიდგომა საჭიროა თავიდანვე, რადგან ბიზნესის ფილიალი უნდა იყოს ყველა smartphone-ში და არა მარტო კომპიუტერში. კარგი ტექნიკური დავალება ნიშნავს ნაკლებ გაუგებრობას, უფრო ზუსტ ვადებს, კონტროლირებად ბიუჯეტს და შედეგს, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება დამკვეთის მოლოდინებს.